მოგესალმებით. დღეს არის 13 იანვარი 2025 წლის. ვიმყოფებით TSO-ს ბიბლიოთეკის წინ და დღეს ჩვენი შეკრების მიზანი არის, რომ დავტესტოთ ჩვენი SDI GPS-ი, რომელსაც გააჩნია ლაზერული ტექნოლოგია. რამოდენიმე სიტყვას თავიდან გეტყვით GPS-ზე. GPS გააჩნია ლაზერი კრასში ყველაზე გრძელ მანძილზე, რომელიც მუშაობს 70 მეტრზე. გააჩნია ეგრეთ წოდებული ტაქეონიდან გადმოღებული EDM მიმღების სენსორი. ნახეთ, ამხელა დიდი სენსორი, დაახლოებით 5-ჯერ უფრო დიდი სენსორი არის ვიდრე სხვა GPS-ებს, გავს GPS-ებს. გააჩნია დახრის სენსორი 120 გრადუსამდე, რაც აგრეთვე არის კრასში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და გააჩნია ორი კამერა, წინა, ეგრეთ წოდებული ფრონტალური და ქვედა კამერა, რომელიც გეხმარება დაკვარვაში და ლაზერული წერტილების აღებაში. დავიწყოთ ტესტირება. ჩვენი ტესტირების მიზანი არის ნახოთ თუ რამდენად სწორად რეალურ დროში იღებს ჩვენი GPS-ი ლაზერულ წერტილებს. რომ დააწმუნდეთ თვითონ ხარისხში, სიზუსტეზე და არა მხოლოდ ქაღალდზე ნაჩვენებ მონაცემებზე ან რაღაც მოჭრილ დაჭრილ ვიდეოებში. დავიწყოთ. პირველ რიგში გვინდა ვნახოთ, რომ ჩვენი პროექტი არის ახალი შექმნილი, შეგიძლიათ ნახოთ. ასე წერტილი არ არის წინასწარ აზომილი და ექსპერიმენტი მდებარეობს შემდეგ რაღაცას. ჩვენ ავზომავთ წერტილებს, აი ამ წერტილს კერძოდ ავზომავთ ზედა წერტილს დისტანციაზე 5 და 10 მეტრზე. დისტანცია 5 მეტრი არის ქვედა წერტილისთვის და ზედა დისტანცია 10 მეტრის წერტილისთვის. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ 5 მეტრით აზომვით. რატო ავზომავთ უფრო მეტზე? რადგანაც ფიზიკურად ხელი მიკანკარებს და თან არა მაქვს აღებული ეგრეთ წოდებული ბიპოდი, რომლის მეშვეობითაც შეძლებდი მე ცხენის კანკარის გარეშე აზომვას. ნახეთ, რა მარტივად ირთვება ლაზერის ფუნქცია. ეკრანზე ხედავთ თქვენ პირდაპირ ეკრანს და აქ ნაჩვენებია ლაზერი. ხედავთ პარამეტრი, რამდენად ცოცხალია ლაზერი, ანუ რამდენად ხერსი არის ეგრეთ წოდებული, რამდენი მეტრი არის დაშორება, ინტენსიურობა, ტემპერატურა და ასე შემდეგ. დავიწყოთ 5 მეტრით აზომვად. ნახეთ, რა კუთხით მე გადავიხარე და პირველ რიგში ვზომავ წერტილს, რომელიც არის დაშორებული 5 მეტრით. დავიწყოთ წერტილის აზომვას, ოპერატორს თხოვ მივიდეს წერტილამდე. ხედავთ ხო ხელი მიკანკარებს, მე შევეცდები მაქსიმალურად კანკარის გარეშე ავიღო წერტილი, ავიღე ერთი წერტილი, ავიღოთ ახლა მეორე წერტილი, რომელიც დაშორებულია 10 მეტრზე და შემდეგ უკვე მივხვდეთ და გავაკეთოთ დაკვარვა და დაკვარვის საფუძველზე მივხვდეთ რამდენად სწორად ვიღებთ წერტილებს ჩვენ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ხელი არ მეკანკარებდეს, ეწამით დავიჭერ ფეხებით. მოდით კიდევ ერთხელ დავიჭირო. ავზომეთ წერტილები. ეხლა გავიდეთ დაკვარვის მენიუში. ნახეთ, აი ეს 4 წერტილი არის აზომე, უბრალოდ 3 წერტილი, 1 წერტილი ავზომე იქ და 2 წერტილი ავზომე აქ. დავიწყოთ ჩვენ წერტილები. პირველი წერტილი, რომელსაც 5 მეტრი დაშორებათ, ნახეთ ძვირებურად როგორ იყო დაკვარვის ტექნოლოგია, წადის ზემოთ, უკან. აი დაკვარვა რამდენად მარტივად ხდის დაკვარვის ტექნოლოგიას და მივიდეთ წერტილამდე, რომელიც დაშორებულია. ნახოთ, რამდენი მეტრით და როგორ. პირველი ახლა მივდივართ 5 მეტრზე, რომელიც ავზომე წერტილი და ნახოთ. ნახეთ, ზუსტად დაჯდა წერტილზე 2 სანტიმეტრიც კი არ იქნება ცდომილება, თან ხელი მიკანკარებს, ზუსტად დაჯდა კოორდინატები. ახლა მივიდეთ წერტილზე, რომელიც დაშორებულია ამ შემთხვევაში 10 მეტრით. ამოვიღოთ ბოლო წერტილი ავზომოთ, სტეიკი მივცეთ და ვნახოთ, ისე ჩართოთ კამერა და მივიდეთ ამ კამერით. რეალურ დროში ყველაფერი ხდება, არანაირი დაჭრა, არანაირი ეს ექსპერიმენტი. ესეც ხედავთ 3 სანტიმეტრზე ნაკლებია 10 მეტრზე ცდომილება. იდეალური ცდომილებებია ჩვენი GPS. დამეწმუნეთ 10 GPS
ლაზერულ ტექნოლოგიით, რაც კი არის წარმოდგენილი გინდა ქართულ ბაზარზე, გინდა მსოფლიოს ბაზარზე, ეგეთი სიზუსტე არავის არ ექნება. მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ GPS-თან ჩავატავოთ ტესტირება და თავად დაწმუნდებით, რამდენად სწორად და რამდენად კარგად იღებს ჩვენ GPS-ს. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.